დმანისში აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანის თავის ქალის ასლები ამერიკულ საიტებზე არალეგალურად იყიდება. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ მსურველს მისი შეძენა ონლაინ რეჟიმში $340 შეუძლია. საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს კანონი, რომელიც ეროვნული საგანძურის ასლებით არალეგალურ ვაჭრობას აკრძალავს. რეგულაციების შემოღებაზე ეროვნული მუზეუმი და საკპატენტი უკვე მუშაობენ. ვის ექნება უფლება კანონის ამოქმედების შემდეგ ივაჭროს ქართული ეროვნული საგანძურის ასლებით. ნახეთ ეკასოსელიას სიუჟეტი. დმანისში ნაპოვნი ჰომო ერექტუსის თავის ქალის ასლი ამერიკულ საიტზე. ფოტოებიდან დამზადებული კოპიები $340 ქართული მხარის ნებართვის გარეშე იყიდება. საიტზე მითითებულია, რომ ეს არის ასლები დმანისიდან. Schools Unlimited და Bone Clones ეს იმ საიტების მისამართებია, სადაც ორიგინალთან მიმსგავსებული ნიმუშების შეძენაა შესაძლებელი. ეს ასლია, ეს ჩვენს მიერ არის დამზადებული. ეს ამ თავის ქალის ფოტო იყო National Geographic-ის ყდაზე, ასე რომ ეს ძალიან დმანისის აღმოჩენის შესახებ National Geographic-ის გარდა კიდევ რამოდენიმე გავლენიანმა გამოცემამ დაწერა და ფოტომასალა გამოაქვეყნა. შესაბამისად, მისი ასლის გაკეთება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. ეს არის ზუსტად ხა შემიძლია გითხრათ და ეს არის უკვე იყიდება როგორც დმანისის ხედავთ წერია დმანისის თავის ქალა, ჰომო ერექტუსი, დმანისი აღმოჩენილი ასე შემდეგ. წერა ერთის მხრივ ძალიან კარგია, რომ ესეთი პოპულარული ხდება ეს ყველაფერი, მეორეს მხრივ ეს გვაჩვენებს, რომ უფრო მეტად უნდა დავიცვათ ჩვენ როგორც დმანისის სახელი, ისე ეროვნული მუზეუმის სახელი. პირველყოფილი ადამიანების თავის ქალის ასლით ძირითადად უნივერსიტეტები ინტერესდებიან და ანთროპოლოგიის შესასწავლად იყენებენ. პროფესორი ტეხასის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ ასლები, რომელიც ამერიკულ საიტზე იყიდება და რომელიც არა ორიგინალის, არამედ მისი ფოტომასალის კოპიაა, სტუდენტებს შეცდომაში შეიყვანს. ეს ანალოგი კი არა მიახლოებული და მცდარი ნიმუშია, რომელიც სტუდენტებს მცდარი გზით წაიყვანს. ეს იგივეა შთაბეჭდილებას შეადარო რეალობას. ცხადია, შთაბეჭდავი იქნება იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყურებოდა იმდროინდელი ადამიანის თავის ქალა. თუმცა ჩემი აზრით, იმისთვის, რომ შემდგომში სტუდენტებმა ამ ნაწილების ასლებზე დაკვირვება და შესწავლა შეძლონ, აუცილებელია მისი ამავე ლაბორატორიაში დამზადება. აქვთ თუ არა უფლება, რომ დმანისში ნაპოვნი ჰომო ერექტუსის თავის ქალის ასლი ნებართვის გარეშე გაყიდონ. ამერიკული საიტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ორიგინალიდან დამზადებული არ არის. მისი რეკრეაციაა და ამას ნებართვა არ სჭირდება. საკპატენტში კი თავდაცვითი ზომების მიღებაზე უკვე ფიქრობენ. გაფორმდა მემორანდუმი ეროვნულ მუზეუმთანაც, რომელიც ეროვნულ საგანძურს და ქართულ აღმოჩენას დაიცავს. მუზეუმმა და ინტელექტუალურ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გავხმობ მემორანდუმი, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით განსაკუთრებით ეს სქემა კარგად მუშაობს საბერძნეთში. დამნერგოთ ეს პრაქტიკა, რომ მოხდეს ამ ასლების გამოყენების ნებართვის მიცემა და ასევე გარკვეული კომერციალიზაცია. ანუ ყველაფერი რაც არის ინახება ჩვენთან, მისი გამოყენების საშუალება შეიძლება ყველას მიეცეს, მაგრამ რა თქმა უნდა გარკვეული საფასურის გადახდა უნდა მოხდეს და სამართლებრივად ნებართვა უნდა არსებობდეს ამასთან დაკავშირებით. დმანისში პირველყოფილი ადამიანის თავის ქალის აღმოჩენამ დღემდე არსებული თეორიები შეცვალა. სპეციალისტების ნაწილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პირველი ადამიანი არა აფრიკაში, არამედ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში ცხოვრობდა.